საკმაოდ მოცულობითია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის დოკუმენტი 66 გვერდიანია და მე შევეცდები რომ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება. Პირველი და უმთავრესი, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ოკუპაცია, უწყება 2024 წელსაც გასული წლების მსგავსად სწორედ რუსეთის მხრიდან ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაციას და აი ამ ოკუპაციის თამდევ პროცესებს ასახელებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წერს რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, უკანონო დაკავებებზე, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის უკანონო პროცესებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოხდა ოკუპირებული ბიჭვინთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი და ის პროცესები, რომელიც ამას მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში, მასობრივი პროტესტი და შემდგომ ასლან ბჟანიას გადადგომა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, ასევე სუსის ანგარიშში მოხდა 2024 წლის ნოემბერში სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ტექნიკური რეისების შესრულება და ეგრეთ წოდებული ფრენების აღდგენა და ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა უწყების ანგარიშში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. სუსი წერს, რომ 2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონო დაკავების 37 შემთხვევა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამოვლინდა უკანონო დაკავების 36 შემთხვევა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით ორივე მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, მათ შორის ოფიციალური თბილისის სასარგებლო ჯაშუშობის, ეგრეთ წოდებული კონტრაბანდის, ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და სხვა ბრალდებები. ასევე 2024 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფებოდა. სუსის ანგარიშში ასევე აღნიშნულია ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იხდიდა სასჯელს და რომელიც რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლდა. ასევე უწყება ოკუპაციის კონტექსტში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ფიქსირდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაზიანების მცდელობას. სუსის ანგარიშის მიხედვით 2024 წელს განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობდა თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. თავად უწყება წერს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების მონიტორინგის განმახორციელებელი ერთადერთი ორგანიზაცია. რაც შეეხება ოკუპაციის გარდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, სუსის ანგარიშში განსაკუთრებული მნიშვნელობა და დრო ეთმობოდა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა საფრთხეს. მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის კონტექსტში რამდენიმე საგულისხმო მიმართულება. სუსის ანგარიშში 2024 წლის ანგარიშში წერია, რომ საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალის მიერ წარმოებული კამპანია წარმოადგენდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობასო, ასე წერია სუსის ანგარიშში და ასევე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებასო. სუსის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წელს ცალკეული მედია საშუალებების და ჟურნალისტების მხრიდან გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან ან მათთან კავშირში მყოფ პირებთან კომუნიკაცია და უცხო ქვეყნის ძალებთან სხვადასხვა დაფინანსებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაო, წერია სუსის ანგარიშში და ასევე უწყების ანგარიშში გამოტანილია ქვეთავი, ეგრეთ წოდებული რბილი ძალა და ფარული ოპერაციები და სწორედ აი ამ ქვესათაურის ფარგლებში ერთიანდება
ძალიან საგულისხმო დეტალი, სწორედ აი ამ ქვეთავში სუსი წერს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სხვადასხვა უცხო ქვეყნის, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელი ქვეყნებზე არის საუბარი, სხვადასხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკური ძალები, სახელმწიფო ინსტიტუტები, ცალკეული ფონდები, სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები და ასე შემდეგ ახორციელებდნენ მხარდაჭერასა და დაფინანსებას სხვადასხვა სემინარის, ტრენინგის, მედია ფორუმის, ჰუმანიტარული საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობ შემეცნებით პროექტებს. სწორედ აი ამ ქვეთავში რბილი ძალისა და ფარული ოპერაციების ქვეთავში მოიაზრებს სუსი აი ამ პროექტებს და ასევე უწყების ანგარიშში წერია, რომ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიღებული დავალების შესაბამისად ცდილობდნენ ქვეყანაში დესტრუქციული პროექტების განხორციელებასო. ეს არის ნათქვამი სუსის ანგარიშში, თუმცა არ არის არც ამ შემთხვევაში დაკონკრეტებული არც ერთი პროექტი, არც ერთი ღონისძიება თუ რას მოიაზრებს უწყება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად, მაგალითის სახით ცხადია. 2024 წელს ასევე სუსი წერს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების სეგმენტი იყო. ეს არის სუსის ანგარიში და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის მიმოხილვაში წერს, რომ დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლების კავშირი უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თუმცა აი ამ შემთხვევაშიც არანაირი კონკრეტული მაგალითი ან შემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს მოტანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე საუბრობს კიბერუსაფრთხოების საფრთხეებზე, ქვეყანაში კიბერუსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოწვევებზე და ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმოებულ კიბერშეტევით და კიბერსადაზვერვო ოპერაციებზე, რომელიც 2024 წელს იყო საქართველოსთან მიმართებით და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების და კიბერშეტევების მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების დაცვის ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს სუსი და ამავე ანგარიშში წერს, რომ მთელი წლის განმავლობაში 2024 წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი სიმულაცია კიბერშეღწევისა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტრონულ ბაზებზე და ასევე სუსი წერს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა ამ მხრივ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ხელოვნური ინტელექტის ქვეთავი გაჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში გამოწვევების კონტექსტში უწყება წერს, რომ უწყების წარმომადგენლები წერენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიურ მიღწევას არ წარმოადგენს და ეს ცალკეული ქვეყნებისთვის არის გავლენის მოხდენის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში, ასე აფასებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასევე უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღება ეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც, რეგიონული თვალსაზრისით უსაფრთხოების გარემოს განსაკუთრებით აზიანებდა ისრაელის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები და საბრძოლო მოქმედებები და ასევე ახლო აღმოსავლეთში აქტიური სხვა დაჯგუფებების დესტრუქციული ქმედებები, წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასევე საქართველოს კონტრტერორისტულ ძალისხმევაზეც არის საუბარი და ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე სუსის შეფასებით 2024 წელს, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასურველ სამოქმედო ტერიტორიათა რიცხვს არ განეკუთვნება და ასევე სუსის ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
სადაც უწყება წერს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ამავე უწყების შეფასებით დღემდე არსებული გამოწვევების მიუხედავად ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს რეგიონში ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ამ ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კორუფციასთან ბრძოლის და ამ მხრივ გამოვლენილი დარღვევების შესახებ არც ერთ შემთხვევაზე არ გაუმახვილებია ყურადღება და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანტიკორუფციულ სააგენტოს თანამშრომლებს, ანტიკორუფციულ სააგენტოს მუშაობას, მათ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, თუმცა სუსის ანგარიში სწორედ ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციონირების ნაწილში არაფერია საუბარი, მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ვებგვერდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იტევს, სწორედ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გაურკვეველ ვითარებაში არის გათიშული, უწყება თვეების განმავლობაში ვერ ასახელებს მიზეზს თუ რა გახდა ვებგვერდის გათიშვის მიზეზი და რატომ აღარ აქვთ დაინტერესებულ მხარეებს, მოქალაქეებს, მედიას თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებს ამ ვებგვერდზე განთავსებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომა, მაგალითად როგორც არის საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები და სხვა, ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე თვეა 2024 წლის განმავლობაში, უკვე 2025 წელსაც, მიმდინარე წელსაც გრძელდება ეს ხარვაზე, გათიშულია ეს ვებგვერდი, თუმცა ამ მხრივ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არაფერია ნათქვამი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში უწყება წერს, რომ მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ამაღლება, აი ამ უწყების ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში, თუმცა, როდესაც ცალკე თემა ეთმობა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაწილს ამ შემთხვევაში რაიმე სახის ხარვეზებსა და გამოწვევებზე სახელმწიფო სამსახურის ანგარიში ინფორმაცია არ არის მოცემული. ასევე პერსონალური მონაცემების დაცვაზე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე საუბრობს საერთაშორისო თანამშრომლობაზე, უწყებათა შორის კოორდინაციაზე, მდგრადი ინსტიტუციურ განვითარებაზე და ასევე თანამშრომელთა ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე და ასევე მატერიალურ, ტექნიკური და ფინანსური რესურსების გაძლიერებაზე. მე შევეცადე რომ ძალიან მოკლედ გამეცნო ის ვრცელი ანგარიში, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა. ეს ანგარიში უკვე განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია რომ გაეცნოს ამ ანგარიშს და უკვე გითხარით რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხისა და გამოწვევების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაგალითად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაიმე კონკრეტულ შემთხვევებზე ან კონკრეტულ მიგნებებზე ამ ანგარიშში არაფერს წერს.